1001 ღამე. ფიზონმა მითხრა დაგირეკავო, მაგრამ არ გამოჩნდა და მაინტერესებდა რა ხდებოდა. რამე ცუდი ხომ არ მოხდა? სამწუხაროდ მოხდა. რას ამბობთ? ფიზონი უარესად ხომ არ არის? არა. შენ რომ ექიმი ურჩიე ძალიან ცოდნი აღმოჩნდა. ძალა მოიკრიბა. ბავშვს რამე ხომ არ დაემართა? არა, მადლობა ღმერთს, ყველა ჯანმრთელად ვართ. მაგრამ ჩვენი ალიქემალი რა მოხდა? ვიღაც ქალთან ქონია ურთიერთობა. სახლიდან წავიდა. რას ამბობთ ასეთი რომ როგორ გააკეთა? სამი შვილი ხავს, ცოდოები არ არიან? არ მკითხო შვილო. ფიუსონი ცუდად არის, ნერვიულობს. ძალიან მწუხვარ. არ მისმენთ? რამდენჯერ გითხარით ბადრიჯანი არ დაბრაწოთ, ისე შეწვით მეთქი. ამ სახლში არაფერს წარმოვადგენ? ბატონ ბურხანს ასეთი უყვარს და ამიტომ გავაკეთეთ. ბატონ ბურხანს ცალკე რომ გაუკეთოთ გეზარებათ? ვერ გავიგე ამ სახლში ქალბატონი მე ვარ თუ შენ? რა ხდება შველო, რა გაჩხუბებს? არა დედა არა. აქ არავინ არაფრად არ მაგდებს. ეგრე ლაპარაკია. ასე. ქმარმა მიმატოვა და ახლა პატივს აღარავინ მცემს. მოსამსახურეებიც კი არ მიყურებენ ზეთ. არაფრად მაგდებენ. ქალბატონო ფიუსონ, არ გინდათ გთხოვთ? რას მთხოვ რას? კარგი ფიუსონ, კარგი. დამშვიდდი. მესმის რომ გაბრაზებული და გაღიზიანებული ხარ. მაგრამ ამ საწყალ ხალხზე რატომ იყრიჯავს? შველო, თუ სხვა საჭმელი გინდა ნორმალურად სთხოვე და მოგიმზადებენ. ყოველთვის მათ იცავ დედა, იმის მაგივრად რომ მე დამიცვა. მოსამსახურეების მხარეს ხარ, რა თქმა უნდა. შენმა შვილმა ხომ მიმატოვა, არა? მე არავის ვიცავ. თუ ნორმალურად იტყვი, რაც გინდა, ყველა მოახლე მოგემსახურება. ნუ ხარ ასეთი გაღიზიანებული შვილო, არ ღირს, დამიჯერე. წამლები არ დალიე. დედა, ცუდად ვარ. ძალიან ცუდად. სიკვდილი მინდა. ეს არ გაიმეორო. ღმერთმა დაგიფაროს. წამლები არ დაგილევია ხომ ასეა? წამოდი, წამომყევი. მოდი. წამოდი, ჩემო ლამაზო, მოდი. თურმე ცუდად არის. უარესი ზღირსი ხარ. როგორ ლაპარაკობ? მანიაკი, ნამდვილი მანიაკი. ასეთ კალ ქმარი უღალდატებს, აბა რა სიზამს. მე ბატონი ალიქემალი უფრო მეწოდება. მას რა აქვს შესაძოდი? კაცობა უნდა გამოეჩინა და თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ამას თავი დაანებე, მიდი ბადრიჯანი გამოიღე მაცევრიდან. საჭმელი მომამზადოთ. ცეცხლის ჭამავს. ქალბატონი ნადიდეს ხათრი რომ არ მქონდეს. ერთი წუთით არ გავჩერდებოდი აქ. არც მე დავჩები. ზონების მიხედვით გადავხედავ და შეიძლება კვადრატულობა შევცვალოთ. უკაცრავად. ალო. დიახ, მე ვარ. დიახ, გამახსენდა. გამარჯობა ქალბატონო დემეთ. კარგად, გმადლობთ. ქანიც კარგად არის. რა? რას ამბობთ? როდის? რომელ საავადმყოფოშია? ახლა როგორ არის? გასაგებია, ახლა ვიწამოვალ. დიახ, გმადლობთ. რა მოხდა? დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვი აქვს რომ ინსულტი დაემართა. გამოჯამრთელებას უსურვებ. ანკარაში უნდა წავიდე. კარგი. კან, დეიდა მიხრიბანი არ გააბრაზო, კარგი? კარგი. ჩემი ბიჭი არ გამაბრაზებს. შეროდის დაბრუნდები? ზუსტად არ ვიცი საყვარელო. დეიდა გამოჯამრთელდება და დავბრუნდები. მაშინ ბებია მოვიდეს აქ. ბებიას ბევრი საქმე აქვს კან. ჯერჯერობით მოსვლას ვერ შეძლებს. მაშინ მალე დაბრუნდე. კარგი. ბებიამის რა საქმე აქვს? არ მკითხო, მისი უფროსი ვაჟი სახლიდან წასულა. რატომ? საყვარელი ყოლია. რას ამბობ? მზად არის? აქ დავდებ. თვალი არ ეცეს, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ასეთი კარგი ძალი ვერ დავაფასეთ. ბოლოს და ბოლოს აღიარე, რომ შესანიშნავი რძალი ყავს ბატონო ბურხან. ვაღიარე. მაგრამ რა აზრი აქვს? მაგ გოგოს ბერჯერ ვადგინე გული. არა უშავს. დრო გავადა ყველაფერი და ავიწყდება. წარმატებული არქიტექტორი რძალი მყავს. ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. მაგას თავი დავანებოდე, ძალიან კარგი ადამიანია. მისი შვილიც გამოჯამრთელდა, მაგრამ არ ამბობს, სხვისი შვილები რაში მაინტერესებსო. მოუხჭაუხრელად შრომობს. ყოჩახ, კარგი საქმე გაუკეთებია. დღეს მისი ფოტო რომ მაჩვენეს, სიამაყით აღარ ვიცოდი რა მექნა. გულში ვფიქრობდი, ყოჩაღი გოგოა მეთქი. მერე კი დარდი შემომაწვა. სინდისის ქენჯნა ვიქრძენი. დედა ვაჰმეთი ცოცხალი იყოს. ამ სახლში მაგიდას მივუსხდებოდით. ჩემ შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად ვივახშმებდით. ყველანი ერთად გავიხარებდით. დედა მოვესრო იმ დღეს, როცა აქ მოვა. ვეტყოდი, მაპატიე შვილო, ცუდად მოგეკეცი. სათანადოდ ვერ დაგაფასე მეთქი. პატიებას ვთხოვდი. ამის სათქმელად მის მოსვლას უნდა დაელოდო ბატონო ბურხან. შენ მიდი მასთან. რა პირით მივიდე მასთან, ქალბატონო ნადიდე? რა პირით? ალი კემალ სახლში ხარ? აქ ვარ. გამარჯობა. ორი საათი გავიდა, მაგრამ უკვე მომენატრე. ალი კემალ, უკვე შეგეჩვია, გაითვალისწინე. მეც მომენატრა ჩემოლამაზო. აი ნახე, შენთვის ვიყიდე. ეს რა არის? ბალიში? დიახ, ორთოპედიულია. საშინლად ხრინავ. ესე იგი სხვაგან მიშვებ. იმისთვის არ მიყიდია, რომ წახვიდე, ალი კემალ. მინდა რომ შვიდად გეძინოს და ამიტომ გიყიდე. ზურად მოგცეულ ხარ. მადლობ. როგორ გონი არ მინდა რომ დარჩე? როცა მიდიოდი ყოველთვის ბრაზობდი. ფიქრობდი ნეტა არ მიდიოდეს, ნეტა სულ აქ ჩემთან დარჩეს მეთქი. ერთ დღესაც ისე მოხდა რომ არ გითქვამს, მალე უნდა წავიდეო. კეთილი იყო შენი მოსვლა. შენი მოსვლით ნამდვილად გამახარე, მაგრამ რა? ვიცი რომ ისევ წახვალ. როგორც მოხვედი, ისე წახვალ. რატომ უნდა წავიდე? შენ მაგდებ? ვერ გაუძლებ, შვილები გყავს. არცად არ მივდივარ ჯანსელ. აქ ვარ. ყველა კაცი ადრე თუ გვიან ოჯახში ბრუნდება, ალი კემალ. ეს დაუწერელი კანონია. არ გინდა. არა უშავს. სანამ წახვალ მანამდე ხომ ჩემი ხარ? არ წავალ. ნუ ხელა. დედა შენ როგორ არის? უკეთ, განს მოვიდა, მაგრამ ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობენ. არა უშავს, მაინც კარგი ამბავია. როდის დაბრუნდები? არ ვიცი. ხვალ ტომოგრამა უნდა გადაუღონ, კიდევ ბევრი გამოკვლევა სჭირდება. რა თქმა უნდა. ახლა ექიმს ველოდები. უნდა დაველაპარაკო და მომვლელი უნდა მოვძებნო. მაგ საკითხს აქედანაც მოვაგვარებთ. მაგისთვის კომპანიები არსებობს. ნახოთ. მართლა კონგრესის ცენტრის კონცეფციის პროექტი გავამზადე, მაგრამ მე დეტალებს ჩაუღრმავდი და აღმოჩნდა, რომ პროექტის ხარჯი შენ ისევ საქმეზე ფიქრობ? არ გინდა დაივიწყე. დედას მიხედე. მაგრამ შაჰრაზად, გისმენთ? 7 საათი გავიდა რაც ახვედი. მაგრამ მგონია რომ 7 დღე არ მინახე ხარ. რა მეშველება? ასე ნუ ლაპარაკობთ. საღამოობით ფანჯარას ვაღებდი ხოლმე და ვფიქრობდი. სხვა თუ არაფერი, შაჰრაზადი ამ ქალაქში მაინც არის მეთქი, მაგრამ ახლა შორს ხარ, ეს გულს მტკენს. მაგრამ დავბრუნდები. გთხოვ, მალე დაბრუნდი. ქალბატონო შაჰრაზად, ექიმი მოვიდა. ექიმი მოვიდა, უნდა გავთიშო. კარგი, დეიდას გამოჯამრთელებას უსურვებ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. შაჰრაზად, გთხოვ, შეეცადე დაიძინო და დაისვენო. კარგი.
ბატონო ონურ, ონურ შენ ხარ? გამარჯობა. მე და ზეინები ვსვამდით. დალევ რამეს. რა დაგისხათ? როგორ ჩანს ცუდ დროს მოვედი. არა, ცუდ დროს არ მოსულ ხარ. მოდი ვისკიზე დაგპატიჟებ. ხელს აღარ შეგიშლით, გამშვიდობისა. მოდი ონურ, მოდი. წამოდი გავაგრძელოთ. წამოდი. გამარჯობა მიქრიბან, როგორ ხარ? ჩვენ კარგად ვართ. თქვენ როგორ ხართ? დეიდა როგორ არის? ესე მძიმედ არ არის, როგორც მეგონა, მაგრამ ძირითადი გამოკვლევები დღეს უნდა გავუკეთონ. ღმერთმა მისცეს ძალა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება. ღმერთ მაქნას მიქრიბან. გმადლობ. დღეს მთელი დღე საქმე მაქვს, თუ ვერ დაგირეკავ, არ ინერვიულო, კარგი? კარგი. არ ვინერვიულებ. ქანი როგორ არის? დილიდან არ ამდგარა. ტკბილად ზინავს. ჩემაგივრად აკოცე. სიამოვნებით ვაკოცებ. საქმეს მიხედე ჩვენზე ნოიდარდებ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რა ხდება ადრე მოხვედი? ჰოლდინგში ყოველ დღე ამ დროს არ მოვდივარ. გუშინდელი შემდეგ ვიფიქრე, რომ დღეს ადრე არ მოხვიდოდი. პირველად არ დამილევია ონურ. მსგავსი საღამოები ორივეს ბევრჯერ გქონია, მაგრამ დილით სამსახურში მოვდიოდით. პირდაპირ მითხარი, რისით მათ სინამდვილეში გინდა. იმ ლამაზ ქალზე გეტყვი. ქალბატონ ზეინებზე. ბატონი ზაფერის თანამშრომელია. ეს ამბავი რომ გაიგოს, არ მგონია მოეწონოს. რატომ? შენი აზრით ბატონ ზაფერს ეს საკითხი ეხება? თანაც ეს მისი პრობლემაა. შენ რატომ ღელავ? კარგი ხერე მესმის გართობა გინდოდა და გაერთე. ასეთი რამ ბევრჯერ გაგვიკეთებია, მაგრამ კომპანიის გარეთ სხვა ხალი არ არსებობს. ბატონი ზაფერის თანამშრომელთან რატომ ერთობი? მასთან ერთად ერთ სივრცეში მუშაობ. სხვა ვერავინ ნახე? ამას შენ მეუბნები? შენი კომპანიის არქიტექტორს ცოლობა შესთავაზე. ხელის თხოვე. მე ცოლობა შევთავაზე. შენსავით გასართობად არ გამომიყენებია, ასე არ შეიძლება. კარგი რა, საქმეს მიხედეთ უღმერთი გწამს. ამ დილა ადრიან ყავის დასალებად მოვედი და ჭკუის დარიგება დამიწყე. გამარჯობა ძვირფასა. შენ ხარ? სად დაიკარგე? ხო, სტამბოლში ვარ. ძმა. რას ამბობ? როდის? ღმერთო ჩემო. დედა მიქრიბან, რა მოხდა? ღმერთო რა ვქნა? რატომ დედი დედა მიქრიბან? ნუ გიშინია კან, არაფერია. შაჰრაზ, ჩემო ლამაზო მიპასუხე. დედას ვერაკავ, რამე შეემთხვა? რა ხდება? აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. არა საყვარელო, დედა კარგად არის. ნუ გიშინია. გესმის? დედასთან მინდა. ონურ ძვირფასა, ხომ იცი გაუგებრობები არ მეყვარს. არასწორად გამიგე. შენზე მეტად მინდა რომ დაქორწინდე და ოჯახი შექმნა. ესე იგი არავითარი გაუგებრობა არ არსებობს, დედა. ხო? მაგრამ არც ის მინდა რომ დაქორწინდე და უბედური იყო. საიდან დაასკვნე რომ უბედური ვიქნები? ამის უამრავი წინაპირობა არსებობს. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. კარგი. შაჰრაზადი ლამაზი და წარმატებული ქალია. მიმზიდველი. მესმის რომ მისით მოიხიბლე. მაგრამ უნდა აღიარო, რომ თქვენ შორის დიდი უფსკრულია.
დედა, არავითარი უფსხრული არ არსებობს. მე შაჰრაზადი მიყვარს. ეს საკითხი დახურულია. როგორც ჩანს, ვერ აგიხსენი შვილო. მომისმინე? მამა შენმა ჰოლდინგი თავისი შრომით მოიყვანა აქამდე. ის თურქეთის თითზე ჩამოსათვლელ მნიშვნელოვან ჰოლდინგებს შორის შედის. შენ კი იმ თითზე ჩამოსათვლელ ჰოლდინგებს შორის არსებული ჰოლდინგის მმართველი ხარ. დედა, ამ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა. ონურ, თუ შაჰრაზადზე დაქორწინდები, ამით უბრალოდ გულს კი აღმადგენ, ცოცხლად დამმარხავ. ეს გაითვალისწინე. დედა, გთხოვ. გისმენთ? ბატონო ონურ, ქალბატონი მიხრიბანი რეკავს. ქალბატონი მიხრიბანი? მგონი რაღაც პრობლემა აქვს, მითხრა აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ქალბატონ შაჰრაზადსო. დამაკავშირეთ. კარგი ახლავე. ბატონო ონურ, ვერც ქალბატონ შაჰრაზადს უკავშირდები და ვერც ქალბატონ ბენუს. ამიტომ გაწუხებთ. ქალბატონო მიხრიბან, რა მოხდა, რა გატირებთ? ქანს რამე ხომ არ შეემთხვა? არა, მადლობა ღმერთს, ქაანი კარგად არის. აბა რა პრობლემაა? ჩემი ძმა დონეცკში მუშაობს. თურმე იმ ობიექტზე აფეთქება მოხდა. ვერ გავიგე სად? ვერ გავიგე რა თქვით? დონეცკში, უკრაინაში. დონეცკი, უკრაინა. თქვენი ძმა იქ მუშაობს? დიახ, 2 წელია იქ მუშაობს. კიევიდან დამირეკეს. ჩემს ძმას ვერ უკავშირდებიან. ნუ ღელავთ, ყველაფერს გავარკვევ. აფეთქება რატომ მოხდა? გარდაცვლილები არიან? 8 ადამიანი გარდაიცვალა. 60-ს ვერ პოულობენ. ჩემი ძმა ნანგრევების ქვეშ ყოფილა მოყოლილი. არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი. მასთან მინდა წასვლა. არ ვიცი ქალბატონი შაჰრაზადი როდის დაბრუნდება. თქვენ არ იცით? არა. შაჰრაზადს ურეკავ, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს. დედამის ტომოგრამა უნდა გადაუღო, ამიტომ ტელეფონს გამორთავდა. ქალბატონო მიხრიბან, არ ინერვიულო, ცოტა ხანში მოვალ. თქვენი შეწუხება არ მინდა. რა შეწუხება, ახლავე წამოვალ. ქალბატონო ნურჰაიათ. რა საკეთებ? ჩვენ ვლაპარაკობთ, სად მიდიხარ? ონურ, ხვდები რომ ვიღაც არარაობებისთვის ძალიან ბევრს აკეთებ. არარაობისთვის? სიყვარულს არარაობას ეძახი? გისმენთ ბატონო ონურ? ქალბატონო ნურჰაიათ, დონეცკის მიმართულებით ერთი ბილეთი იყიდეთ და მე მომიტანეთ. კარგი ბატონო. დონეცკის მახლობლად, ქვანახშირის შახტაში, დილის 5 საათზე ავარია მოხდა. ჩამოინგრა 7 ჭაური. 4 ჭაურს მაშველები ჯერ ვერ მიუდგნენ. ამ წუთამდე 60 მაღაროელი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამ დროისთვის 8 გარდაცვლილი ამოიყვანეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან წუხარ მომხდარის გამო. გმადლობთ. რამე ახალი ხომ არ არის? ჩემი ძმა ნანგრევებში ამოყოლილი, მისი სახელი და გვარი ტელევიზორში გამოაცხადეს. კარგი, არ გინდათ, ნუ ღელავთ, გადარჩება. დამშვიდით. გამარჯობა, ქან. გამარჯობა. ტელევიზორში რასაც ხდებენ? გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სახელებსა და გვარებსაც ცხადებენ. დონეცკის მიმართულებით პირდაპირ რეისი არ არის. ჯერ კიევში უნდა ჩაფრინდეთ. იქიდან კი მატარებლის ახვალთ. აქ თქვენი ბილეთი ეინებეთ. გმადლობთ ბატონო ონურ, მაგრამ არ მინდა რომ ასე წავიდე. ამაზე ხომ ვისაუბრეთ, ქალბატონო მიხრიბან? ქანს რა ეშველება? შაჰრაზადს რა უთხრა? ქანს მე მივხედავ, ნუ ღელავთ. მძღოლი ქვემოდგილოდებათ. აეროპორტში დაგიყვანთ. ბატონო ონურ, ამას ვერ ავიღებ. აიღებთ. ფული ხომ დაგჭირდებათ? მიდით, გაემზადეთ. კიდათ რომ თვითფრინავა გაგასროთ, იჩქარეთ. მიდით, გთხოვთ. ალი კემალ? რა მოხდა საყვარელო? სახლში ყოფნა მოგბეძრდა? დივიდი მაინც ჩაგერთო. დაჯექი ყავას მოვატანინებ შენთვის. დაჯექი, ამას დავალაგებ და ერთად გავიდეთ. ძალიან მომინდა კაბაბი. ახალი საკაბაბი გავხსნით სანაპიროზე, თურმე მუსიკაც უკრავს, საღამოს წავიდეთ, რა სიტყვი?
ჯანსელ, ამ საღამოს ვახშამზე ნუ დამელოდები. მართლა? გიზემ, ჩვენთვის ორი ყავა შევუკვეთე ძვირფასო. კარგი? ასე მალე არ ველოდი. რას არ ელოდი? ნუ მიეთ მოედები ალი ქემალ. თქვი რომ სახლში დაბრუნება გინდა და მორჩა. ეგრე შუაშია. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს. საღამოს ვახშამზე დამაგვიანდება. ნუ დამელოდები, უჩემო ჭამე. სერიოზულად ამბობ? აბა შენ რა გეგონა? ძალიან შემეშინდა. მეგონა სახლში ბრუნდებოდი. ლამაზი არ გამოვიდა. ეს სახლი ვერ ვაწყე. დედამ ქაანის დედა მოვიდეს და გააკეთოს. გააკეთებს? გააკეთებს. მეც ასე მგონია. დედა არქიტექტორია ხომ ასეა? მამაც არქიტექტორი იყო. ვიცი. თანაც სიმპათიური ყოფილა. შენ ალბათ მამას გავხარ, შენ სიმპათიური ხარ. ჩემს მამას იცნობ? არ ვიცნობ, მაგრამ დედაშენ მომითხრა. მითხრა ქაანის მამა ძალიან სიმპათიური და კარგი ადამიანი იყო. შენი მამაც არქიტექტორი იყო? შეიძლება ასე ითქვას. მშენებლობის ინჟინერი იყო. მაგრამ გარდაიცვალა, როცა პატარა ვიყავი. მამამ ჩემით გარდაიცვალა. ვიცი. ეს სად უნდა გავუკეთო, ვერ მივხვდი. შენ ვიცი დამეხმარები? აი აქ. კიდე მამა სურათი გაჩვენა. მაჩვენებ? ძალიან გამხარდება. აი მამა. ძალიან გავხარ. დედა ძამას მეუბნება. ჩამეხუტები? ბუკეთ, ბურჯუ. ბურჯუ, შეხედე, მამა მოვიდა. მამიკო. ჩემო საყვარლებო. ძალიან მომენატრეთ. ჩვენც მოგვენატრე, მამა. მამა, რატომ წახვედი? ნუტირით, ცრემლები მოიწმინდეთ. მამა, სახლში რატომ არ მოდიხარ? მამა, იცი დედა სულ ტირის. ტირის? რა თქმა უნდა ტირის. ჩვენ სულ გვიყვირის. არა შვილო, ალბათ გეჩვენებათ. მიკროავტობუსი გაგვაცრებს, მამა. არა უშავს, მე წაგიყვანთ. წამოდით. სად მივდივართ, მამა? სასეირნოთ. მაგრამ დედა ინერვიულებს. დედა მიცის არ ინერვიულებს.
ჩვენ მამას მივყვებით ბიძიან ეჯდეთ. ნახვამდის. სად მიყავართ მამა? სასიერთოდ ხომ გითხარი ჩვილო? აბა მამა მოგვენატრაო? მაგვენატრა. მაშინ ჯერ გემრიელად ვისადილოთ. კარგი. მერე? მერე ვნახოთ. მიდი, ჩასხედით. კარგი. ყვედები შეიკარით? მამა, ისედაც უკან მსხედვართ. მართალია მამა, უკან მსხედვართ. მერე რა, მაინც შეიკარით. მამა, ახლა ისცენ ცხოვრობ? შენს მეგობართან? არა შვილო, სასტუმროში ვცხოვრობ. პატარა როგორ არის? გაიზარდა? გაიზარდა. წუხილ სიცხე ქონდა. ბებია დილამდე მასთან იყო. დამთავრდა? დიახ. შესანიშნავი გამოვიდა. დედა როდის ჩამოვა? არ ვიცი. დიდხანს ალბათ არ დარჩება. ხომ იცი რომ მისი დეიდა ავად გახდა. ექიმთან მიიყვანს და დაბრუნდება. მოგშივდა? რა გინდა რომ ჭამო? მაკარონი. ერთად ხომ არ გავაკეთოთ? გავაკეთოთ. წამოდი გავაკეთოთ. მან ჩემი შვილები გაიტაცა. ალი ქემალ, ეს როგორ გააკეთე? შვილო, რატომ უნდა გაეტაცებინა ასე როგორ შეიძლება? აბა სად არიან? უკვე 8 საათია. სად არიან? სკოლაში ხომ არ მივიდა და ვიკითხო. რა ვიცი. რას ნიშნავს მამა მოვიდა და ბავშვები მანქანით წაიყვანა? ჩემი შვილები გაიტაცა. ალი ქემალ, გონია ამას შეგარჩენ? თელ სამყაროს დაგამხობ თავზე. ამას არ გაპატიებ, ალი ქემალ. გმადლობ მეგობარო. დიდი მადლობა. ეს გოგო მართალი იყო. მამას საუყვანია ბავშვები. რძალო, იქნებ დამშვიდე. ამ საქმეს როგორმე მოვაგვარებთ? მაშინ მოაგვარეთ. შვილები მომიყვანეთ, მამა. ჩემი გოგონები დამიბრუნეთ. დაუმიხრიბან.
გაკვეთილებს ყურადღებით მოусმინეთ. ღმერთმა გონება გაგინათოთ. დროებით ბებია. მომისმინეთ მამას თუ დაინახავთ არ მივახლოვდეთ. მაგრამ იცოდეთ მამას არ დაელაპარაკოთ. მაგრამ დედა. ნუ მე წინააღმდეგები ბუქეთ. რასაც გეუბნები ის გააკეთე. მაგრამ დედა. დამიჯერე. წადით. გოგონების სკოლის დამთავრების შემდეგ ნახევარსაათში სახლში თუ არ იქნებიან პასუხს შენ მოგთხოვ. გასაგებია? კარგი ხალბატონო შესიონ. ნახვამდის. ფესონ შენ გინდა რომ გოგონებს მამის მიმართ გული გაუცივდეთ? არა დედა. უბრალოდ მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ მათი მამა რას წარმოადგენს. რას ნიშნავს უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს? დიახ, უნდა იცოდნენ. სამწუხაროდ ჩემი შვილების მამა ახლა ვიღაც ქუჩის ქალთან ერთად არის. ასეც რომ იყოს ბავშვებს ეს არ უნდა უთხრა. სირცხვილია. ეს შენი და შენი ქმრის საქმეა. ბავშვებს ამ საქმეში ნუგარებ. სხვათა შორის მათზე უფლება ალი ქემალსაც აქვს. არა დედა. ალი ქემალს არაფრის უფლება არ აქვს. ის სახლიდან წავიდა. ფესონ შვილო, კმარა. თუ გინდა რომ შენი ქმარი სახლში დაბრუნდებს, ბავშვებს ასე ნუექცევი. როცა დაბრუნდება რა სიზამ? ცოტა გონსმოდი. ბოდიში დედა. მაგრამ მეგონება მხოლოდ ამაზე მყოფნის. კალბატონი შაჰრაზადი ჭკვიანი არ ვარ. ჯილდოები არ მაქვს. ჩემს ნათქვამ შაჰრაზადთან რა კავშირი აქვს? თუ გაინტერესებს მამას კითხე. გუშინ იმ გოგოს დანახვა არ უნდოდა. დღეს კი მისი თამაყოფს. რას აკეთებ? უნდა დავორეკავ. არა მერე? რა ხდება გოგოებო? არაფერია ბიძი ადამ. თქვენ რა მობილური გაქვთ? რატომ უნდა გქონდეს? მაგალითად იმისთვის რომ მეგობრებს დაურეკოთ. ამას სტეპლერი ქვია. ვიცი. ამით ფურცლებს აკროვებ და აღარ იფანტება ხომ ასეა? ძალიან ჭკვიანი ხარ კან. ჩემო ტკბილო. შენი ძმა როგორ არის მძიმედ? არა, გამოწერეს. ჩემთან ერთად არის. მომგიკითხა. არ ვიცნობ, მაგრამ შენც მომიკითხე, მიხრიბანი ძმა კარგად არის, საავადმყოფოდან გამოწერეს. მართლა ძალიან მიხარია. გამოჯამრთელებას უსურვებ. ბატონი ონური გამოჯამრთელებას უსურვებს. დიდი მადლობა ბატონი ონურის ძალიან მადლიერი ვარ დამეხმარა. კარგი, შენგან მადლობას გადავცემ. როდის მოდიხარ? დღეს. ამაღამ ჩამოვალ. თუ გინდა ცოტა ხნით კიდევ დარჩი. არა, ჩამოვალ. კარგი. კან, ვაშლი გიყვარს? ჰოლდინგში ბავშვი გაგვაკლდა. გამომართვი. დიდი მადლობა. შეგერგოს. ესე იგი დედას სამსახურში მოყავ. როცა განსაკუთრებული ბავშვი ხარ, შეიძლება შენთვის ბაღიც კი გახსნა. ასე არ არის ქალბატონო ნურხეიათ? ვერ გავიგე რამის თქვა გინდათ? არა. კარგი იქნებოდა რომ ჰოლდინგში ასეთი პრივილეგირებული 1-2 ბავშვი კიდევ იყოს. საბავშვო ბაღს გახსნიდნენ. საქმეს გადავდებდით და მათთან ვითამაშებდით. კან, როგორ ხარ? კან. მედია ქერემ. ძალიან საყვარელია. მომენატრე. მეც. კანი საბავშვო ბაღში უნდა მივიყვანო, როცა მიხრიბანს არ სწალია. ცუდ მდგომარეობაში ვარდები. იქ მიაძლევს ბაღში სიარულის უფლებას. დიახ, აძლევს. ველაპარაკე და მითხრა შეუძლია წავიდესო. უფრო ადრეც უნდა მისულიყო საბავშვო ბაღში, მაგრამ ავადმყოფობის გამო. რა თქმა უნდა. კარგი ბაღი მოვძებროთ შაჰრაზად. კანის საუკეთესო ბაღში მივიყვანოთ. დილამშვიდობისა. ჩვენც მოვედით. დილამშვიდობისა. რას აკეთებ? დილამშვიდობისა ბატონო ქერემ. დილამშვიდობისა. ხომ არ შეგაწუხათ? არა, რა სამბო. მე და კანი ხომ მეგობრები ვართ. დინარეზე უნდა წავიდეთ და თევზი დავიჭიროთ.
მართლა? რა კარგია. იცი მე და ბიძაო ნორმა, მაკარონი გავაკეთეთ. მაკარონი? სად? ჩვენთან. მაგრამ ძალიან ცუდი გამოვიდა. ვერ შევჭამეთ, მერე კი პიცა გამოვიძახეთ. ამის შემდეგ რეცეპტს ჩავხედავთ და ისე გავაკეთებთ. ხომასია ქან. კარგი, წავიდეთ შვილო. უნდა ვიმუშაოთ, კარგი? თქვენი ნებართვით. დედა მწყურია. კარგი შვილო, დაგალევინებ წყალს. ქალბატონი მიჰრიბანი დონეცკში რომ წავიდა ქანთან მე დავრჩი. კარგ დროს გაატარებდით. გამომართვი. ბანკში მიიტანე რომ შეინახონ. კარგი ბატონო ბურხან. შესაბამისი საბუთის გაამზადებინე. 100 მე წამომიღე. კარგი. ილდირიმ. გისმენთ ბატონო ბურხან. ალი ქემალის საბუთები სად არის? არ ვიცი. როგორ თუ არის? ყველა საბუთი აქ იყო. ჩემი აქ არის. ალი ქემალის არ არის. არ ვიცი ბატონო ბურხან. მე სეიფს ხელს არ ვახლებ. ხომ იცით? ალი ქემალი იყო აქ მოსული. ამასინა შემოიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მაშინ ვიწავიდე. კარგი. წადი. ჰაკან? მიხარია რომ ხედა. დიდი ხანია არ მინახი ხარ. მე ძალიან მომენატრეთ. წამოდი ოთახში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. ქან? რამხელა ბიჭი გაზრდილ ხარ? მოდი დაჯექი. რას დალევ? არაფერი არ მინდა. ბევრი დრო არ მაქვს. რატომ? გამოსამშვიდობებლად მოვედი. ვერ გავიგე. რატომ სად მიდიხარ? ჩრდილოეთ პოლუსს, ციმბირში. ქალაქ სალეხარდში. ალბათ ხუმრობ. ნეტავ ხუმრობდა. სამშენებლო კომპანია ალსარადასგან კარგი შემოთავაზება მივიღე. ცოტა შორია, მაგრამ კარგი ანაზღაურება მექნება. ჰაკან გაგიჟდი, ციმბირში რა გესაქმება? თან რა ვიცი, გაიყინები. არა? არ გავიყინები. ხომ იცი სიცხე არ მეყვარს. ჰაკან. რა სასიამოვნო სიურპრიზია. ნუ როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. დაჯექი, ნუ შეწუხდები. ნამდვილი გიჟი ხარ. იქ 6 თვე ღამეა, თანაც 50 გრადუსი ყინვა. 60. 60? საშუალოდ. დიდხეს უნდა დარჩე? ჯერჯერობით 1 წლით მივდივარ. მაგრამ სანამ არ გავმდიდრდები, არ დაბრუნდები. ძალიან მომენატრებით. ჩვენც მოგვენატრები. არ დამევიწყოთ, კარგი? მეილები მომწერეთ ხოლმე. მოგწერთ. ალი ქემალ. შვილო, როგორ ხარ, სად ხარ, რას ჭამ, რას სვამ? კარგად ვარ დედა, ჩემზე ნუ დარდობ. რამდენჯერ დაგირეკე, მაგრამ ტელეფონი სულ გამორთული გქონდა. ნომერი შეცვალე? ტელეფონით არავისთან არ მაქვს ჭუბის თავი დედა. აბა როგორ დაგირეკო? ალი ქემალ.
იმ ქალთან ცხოვრობ? ეს როგორ გააკეთე შვილო? დედა ძალიან გთხოვ, არ მინდა ვინანო რომ დავრეკე. დედა, შვილები გყავს. აკეცოდებიან. შენი ცოლი დღე და ღამე ტირის. დედა, თუ ასე უნდა გააგრძელო, მაშინ ოჯახს ნუ დაანგრევ შვილო. შენი პატარა გოგოც არ გენატრება. დაბრუნდი სახლში. არა დედა. სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ. არ გინდა შვილო. თუ იმის გეშინია რომ ფიუსუნი არ გაპატიებს და მიჯერე გაპატიებს. შვილების ხათრით მაინც. მას მეც დაველაპარაკები. მამაც გაპატიებს. მამა, უთხარი ნუ მაპატიებს, ასე გადაეცი. შვილო, არ მჭირდება ისეთი მამა, რომელიც ჩემს ღირსებას არაფრად აგდებს. ისიც ძალიან ნანობს ალიქემალ. დააგვიანდა დედა. მაგაზე მანამდე უნდა ეფიქრე, სანამ ხელს გამარტყამდა. ქანი სად არის? ბენუმ კაფეტერიაში ჩაიყვანა. პორტოხლის წვენი უნდა დალიოს. კარგია. მერე? ხო მართლა. ანტალიაში ბენუ შეხვედრა კარგად ჩაიარა. კარგია. შენი მეგობარი წავიდა? ალბათ მეგობარი იყო, დავინახე. ახალგაზრდა კაცს ესაუბრებოდი. თქვენ რამე თვალთვალებდით? თვალთვალი რა შუაშია? შემთხვევით დაგინახეთ და დავინტერესდი. მაინც რა გაინტერესებთ? ვინ იყო ეს კაცი? ო, მაინტერესებს ვის ელაპარაკებოდი? რატომ გიგვირს ეს? კი არ გაინტერესებთ, ანგარიში ჩაბარებას მთხოვთ. არა, რას ამბობ? ანგარიში ჩაბარებას არ გთხოვ, არ მისმის. რატომ იქცევი ასე? მოგლებას არ ამაძლევ რომ გამე გავიგო შენზე. კარგი, ჯობი არაფერი გითხო. ჰაკანი. ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია. მანქანა გაყიდა რომ ქაანის სამკურნალოდ ფული მოეცა. თურქული კარგად იცი. რამდენი წელია თურქეთში ცხოვრობ? 4 წელია. თავიდან სავაჭრო ჩამოვედი. ტყავის ქურთუკებს ყიდულობდი ლალელის ბაზარში და კიევში ვყიდდი, მაგრამ უკვე აღარ იყიდება. ახლა რა საქმიანობ? ავადმყოფ სოვული. უკრაინაში ერთანი ვიყავი. ესე იგი შენი პროფესიით მუშაობ. ღამითაც რჩები? არა, მარტო დღისით. სტამბოლში კარგად ვარ. უკრაინაში რომ დავჩენილიყავი, თავის რჩენა გამიჭირდებოდა. კიევში მაღაზია ვიყიდე. ბინასაც ვიყიდი. შენ? მე ბავშვსოვლი. მუშაობის ნებართვა გაქვს? არა. ბავშვის დედა ჩემი მეგობარია. ისავული. ეს მუშაობა დარითვლება. მათთან ცხოვრობ? ხო. შენსაც ცხოვრობ? მარტო ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდება. სამმა მეგობარმა დავიგირავეთ ბინა. ჩემი ძმაც აქ არის. რა სიზამასია? უცხო მხარეში ყველა რაღაც გამოსავალს ეძებს. ო, ასია. თუ გინდა შაბათს მოდი ჩვენთან, ვილაპარაკოთ. ნახოთ. თან არ მინდა რომ შეგაწუხოთ. არ შეგვაწუხებ. გავერთობით. ნუ ღელო მაგაზე. ახლავე მოგცემ ტელეფონის ნომერს. მამას დავურეკავ. არა. რატომ? ძალიან მომენატრა მამა. მამა სახში რომ იყო გითხრა არ დამირეკოთო. ბუქეთ ვერავინ ვერ გაიგებს. გთხოვ. დედა რომ მოვიდეს? ბურჯუესად მე დამალე. არა. დედა თუ დაინახავს წაგვართულს და არ დაგვიბრუნებს. ყოლ სკოლიდან დავრეკოთ, კარგი? ახლა მე მომეცი, გთხოვ. მომეცი. არა. ერთი დღე შენ კონდეს, ერთი დღე მე. მამა მასი არ გითხრა? კარგი, დავწვეთ. ალიქემალი მოძებნე.
დროა სახლში დაბრუნდეს ბატონო ბურხან. ალი ქემალი სახში დაბრუნებას არ აპირებს ქალბატონო ნადიდე. თუ აპატიებ დაბრუნდება. ოჯახს ნუ დაანგრევს. მე ველაპარაკე, მაგრამ შენ თუ ეტყვი, სულ სხვა იქნება. დღეს დარეკა. ბურჩინი მოიკითხა. შენ დაგირეკა არა? მე მგონი ძალიან ნანობს. ხმაზე ეტყობოდა, მაგრამ დაბრუნების ეშინია. უნდა რომ შენ და ფიუსუნმა აპატიოთ. ამიტომ წაიღო თავისი ქონების საბუთები. რა საბუთები? სახლების, ოფისების. რაც მის სახელზე იყო, ყველაფრის საბუთი წაიღო. ბახჩელი ევლერის სახლის გაუყიდია. როდის? დიდი ხანია. ახლა ხომ მიხვდი, როგორ უყიდა განის მანქანა. რადგან ყველა საბუთი წაიღო, ესე იგი, იმ ქონებას ნელ-ნელა გაყიდის და შეჭამს. ეს რა უბედურებაა. ახლა ალი ქემალიც დავკარგეთ ბატონო ბურხან არა. ბაშლი გაგითალო? არა, არ მინდა. მადლობ. დასაძინებლად მივდივარ ჯანსო. ჯერ ძალიან ადრეა. მეძინება. დედა, ბიძიანორის დღეს რა ქვია? შახ-შახრი არის. რა კარგი თხენი არა? ხო. მიხრიბან გამარჯობა. დედა მიხრიბანი მოვიდა. ჩემო საყვარლებო, ძალიან მომენატრე. მეც. მიხრიბან რატომ არ მითხარი თუ ჩამოსვლას აპირებდი, დაგხვდებოდი. ავტობუსით მოვედი. ჩემო საყვარელო, ძალიან მომენატრე. მეც მომენატრეთ. მოდი დაჯექი. მოგშევდა? კი. ძალიან მომშევდა. როგორ იმგზავრე, კარგად? ხო, შენი ძმა როგორ არის? კარგად. კარგად, ჩემო საყვარელო. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.